შეფასებითი ტრენინგი პროექტის კონფლიქტის ანალიზი გენდერული პერსპექტივის გათვალისწინებით ქალთა ხედვები მომავლის შესაძლო სცენარის ფარგლებში. შეფასებითი ტრენინგი არის კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდის სოხუმისა და აფხაზეთის ქალთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის ნაწილი და მიზნად ისახავს განხორციელებული პროექტის ფარგლებში მოახდინოს ზეგავლენა ქალებსა და ახალგაზრდა გოგონებზე. პროექტის 16 ბენეფიციარი 2011 წელს ჩატარებული კრეატიული ტრენინგის მონაწილეა. პროექტი ბენეფიციართა აზრის დაფიქსირებას, სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდობის ინფორმირებულობის გაზრდას გულისხმობს. მნიშვნელოვანია ის ზეგავლენა პროექტის მონაწილეებზე, რომელიც შემდგომში პროექტის შედეგებზე აისახება. 2011 წლის 5 დეკემბერს ანალოგიური ტრენინგი ქალაქ სოხუმშიც ჩატარდა, რომლის მიმდინარეობაც ვიდეო ფირზეა ასახული, რაც ხელს უწყობს დეტალურად მოხდეს ორივე მხარის მუშაობის გაცნობა, რათა უფრო გარკვეული გახდეს თუ როგორია ქალთა ხედვა გენდერულ საკითხებთან მიმართებაში. ტრენინგი фонდის სოხუმის ხელმძღვანელმა ალა გამახარიამ გახსნა. Мы пригласили Матону Аллу Камахария, и он будет сегодняшний наш оценочный тренинг проводить. რაც მე ძალიან მიხილავს, მუშაობ ძალიან ამბიციურ თემაზე, როგორც არის ქალის როლის ამაღლება საზოგადოებაში. თქვენი იდეა თქვენ ცხოვრებაში. მაშინ წუთი თვითონ და თქვით და ცოტა შეეცადეთ დაასაბუთოთ რატომ. მე ვიტყოდი ბებიას, ანუ ის ადამიანი, ვით ჩემი დედა საკუთარი დედა გაზარდა და ეს იმიტომ რომ ანუ მაშინ იყო ის ყველაფერი, რაც ჩემთვის ნამდვილად იდეალურია, მაგრამ მე მაგია და მეორე მხრივ ვიტყოდი ასევე დედა ტერეზას. მე ვთვლი რომ დედა ჩემი არის ძალიან კარგი დიპლომატი და ყოველთვის როცა მიჭირს, როცა მაგას პრობლემა, ისეთ რჩევებს მაძლევს, რომ აი რაღაცნაირად ძალას მატებს. მე ვთვლი ყველანაირად დავემსგავსე და რაღაცნაირად ვეცადო, რომ ვიყო მისნაირი. პატივს ცემ ნებისმიერ პიროვნებას, რომელიც რაღაცით არის განსაკუთრებული. თუნდაც ეს იყოს შინაური, თუნდაც პოლიტიკოსი ან ასე შემდეგ. იდეალური ქალი ასოცირდება ჩემთვის ძლიერ ქალთან, რომელიც როგორც ოჯახში, ასევე კარიერულ წინსვლაშიც წარმატებულია. მე ვთვლი, რომ არის იდეალური სიტყვა არის შეთავსება, კომბინაცია ერთი ადამიანის რაღაც გარკვეულთვისება. ეს არის თუნდაც მშვიდობისყოფება და მეორე ის რომ ლიდერია, შემდეგში არის რაღაც მიზანდასახული, იცის რისკენ მიდის და ასე შემდეგ. პოლიტიკოსებიდან დავახსახელებდი ანგელა მერკელს და რატომ. ეს არის ქალი, როგორც სიძლიერის განსახიერება, ქალი, რომელსაც შეუძლია გავლენის მოხდენა სხვებზე. ბავშვობაში ძალიან დიდ პატივცემდი და ძალიან მიყვარდა გუჩა კვარცხელია. ეს იყო ქალი პროფესორი, ძალიან ცნობილი იყო ჩემ ბავშვობაში და ყავდა 5 შვილი. პოლიციის მიმაჩნდა ინდირა განდი, რატომღაც არ ვიცი, იმიტომ რომ მართავდა ემხელა სახელმწიფოს. პირველი საკითხი, რომელსაც უნდა დავსვათ და გავმართოთ დისკუსია ამაზე, ჩავწეროთ ასევე ზოგიერთი რამ, ეს არის შემდეგი. მიგაშნია თუ არა, რომ საქართველოს მთავრობაში ქალები საკმარისად არიან წამოდგენილი. და თუ ასე მიგაშნიათ, რატომ? მე ყოველთვის ქალთა რაოდენობაზე არის საუბარი, მე ყოველთვის მაქვს ესეთი წარმოდგენა, რომ აქ რაოდენობასთან პარალელურ რეჟიმში უნდა ვისაუბროთ ხარისხზე. თვითონ საზოგადოებიდან ვფიქრობ, ჯერ ვერ არის იმდენად მაღალი მოთხოვნა, რომ ხალის ასეთად რიცხვი ქალთა რიცხვი პარლამენტში მთავრობაში გაიზარდოს. ეს მონაცემი მაინც მგონია, რომ დამსახურება არის საერთაშორისო ორგანიზაციების და საერთოდ არასამთავრობო სექტორის მუშაობისა. პარტიაში მყოფ მამაკაცები ამბობენ, რომ ქალს უფრო ენდობა, იმიტომ რომ ხალი ამბობენ, ნაკლებად იტყუებაო, ქალთან უფრო კარგად შეუძლია მომრჩევლს თავისი პრობლემების მიტანა და უფრო ესე ვთქვათ, ნაკლებ დაპირებებს იძლევა ქალი და თუ დაპირება მისცა, აუცილებლად შეასრულებს. ის ხელშემწყობი მექანიზმი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიაჩნდათ კოტირების კანონით შეიძლებოდა მეტი ქალი ყოფილიყო საკანონმდებლო ორგანოში, ეს კანონი მიღებული არ იქნა პარლამენტში და არც შიგ პარტიაშიც არ ჰქონდათ სურვილი ამ კანონის მიღების. მამაკაცების და ქალებიც აღნიშნავდნენ, რომ ეს ხელოვნური პროცესი არის დისკრიმინაცია როგორც ქალის, ისე მამაკაცის. ქალები ძალიან ბევრს შრომობენ საშუალო რგოლში. მოადგილეების დიდი უმეტესობა ყოველთვის ქალია.
სპეციალისტები, ანუ იმ მთელ სამუშაოს არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგ და თანამდებობრივ ადგილებზეც ყოველთვის ძალიან ბევრ შრომობენ და ასე ვთქვათ, მზა მასალას აძლევენ იმ მამაკაცებს, რომლებიც შემდგომარიან წარმოდგენილი უმაღლეს ეშელონებში. ხალის მოსვლა პოლიტიკაში არ უნდა ხდებოდეს ხელოვნურად, ეს უნდა იყოს ბუნებრივი პროცესი და უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რატომ არ არიან ხალები მეტი რაოდენობით პოლიტიკაში. რა გვიშლის ხელს არასამთავრობო სექტორში ხელმძღვანელები უმეტესად არიან ქალბატონები. რატო არ არიან ხალხში? ალბათ შეიძლება არასამთავრობოები უფრო მეტად ცოტა კრიტიკულებიც არიან, ხო კრიტიკაში არიან მეტნაკლებად მთავრობასთან. ანუ კრიტიკა უფრო რას მგონია მათთვის, ვიდრე საკუთარ თავზე აღება სახელმწიფო საკითხების. ვფიქრობ, ქალბატონები უფრო მშვიდობის ყოფილები ვართ, უფრო მეტად შეგვიძლია გადაწყვეტილების პროცესები ვმართოთ და ამიტომ თუ კი ვთქვათ, ამ პროცესებამდე მივალთ ჩვენ და ჩაგვაბარებენ ამ მერკედებს, გადაწყვეტილებები მივიღოთ, ურიგო არ იქნება, მაგრამ მეტი მზაობა აუცილებლად ქალებისგან უნდა იყოს. ქალს მაინც არავინ არ მისცემს ხმას, ქალს მაინც არავინ არ გაამარჯვებინებს. იყო ის შემთხვევები წინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში. მაგრამ საბედნიეროდ ამ არჩევნებთან შედარებით, პარლამენტის არჩევნებთან შედარებით, ეს მაჩვენებელი გაიზარდა. მეორე საკითხი რა არის? საქართველოში ცხოვრების რომელ სფეროში შეუძლია ქალებს თავიანთი პროფესიული და საზოგადოებრივი პოტენციალის რეალიზება? განათლების სფერო, სოციალური ჯანდაცვის სფერო, საგარეო პოლიტიკაში. მე მგონი არც ერთი სფერო არის ხალისთვის ყველა სფერო არც ერთი სფერო არის მიუღებელი. ადამიანის დაცვა, ჟურნალისტიკა, ჟურნალისტიკა, კი ბატონო. საშუალო ბიზნესი, საშუალო ბიზნესი ალბათ. ექსპერტმა ალუგამახარიამ მონაწილეებს მესამე საკითხი გააცნო. მიგაჩნიათ, რომ საქართველოში დღეს ქალი ძლიერი ფიგურაა ქვეყნის საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, კულტურულ ცხოვრებაში. გააჩნია საკმარისი პოტენციალი წარმატებული მოლაპარაკებებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისათვის. და თუ ეს ასე არ არის, რა აფერხებს მისი პოტენციალის გამოყენებას. მუშაობა სამ ჯგუფში წარიმართა. მონაწილეებმა თავიანთი შეხედულებები წარმოადგინეს, გამოიკვეთა კითხვები. მოლაპარაკების წარმატებულად წარმართვისა და კონფლიქტების მოგვარების რა პოტენციალია დამახასიათებელი ქალისათვის, რა აფერხებს ან რა აძლიერებს პოტენციალის გამოყენებას და რას მოგცემდა ამ პოტენციალის სრული გამოყენება. სოციალური სფეროების გამოყენების შესაძლებლობა, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში არსებული ადამიანური და ტექნიკური რესურსები. რატომ ჯობია რომ ქალი იყოს ჩართული მონაპოვარებში, ვიდრე მამაკაცი? ამაზე გასაუბრებთ. ჩვენ ჩამოვთვალეთ აქ რამდენიმე გენდერული პოლიტიკის ამუშავება ზოგადად. შემდეგ რეზოლუცია 1325-ის და სხვა საერთაშორისო დოკუმენტების ამუშავება. ჩვენ ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საინტერესოა, მაგრამ პირდაპირ მასში არ არის. გააზრებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, ერთ-ერთი პოტენციალი. შემდეგ ორიენტირება თანამშრომლობაზე და არა კონფრონტაციაზე. ერთ-ერთი. შემდეგ კონცენტრაცია უფრო მეტად დეტალებზე და არა ზოგადად. გადაწყვეტილება. ქალს უნდა რომ ჩაერთოს, მაგრამ მიმაკი ამ პროცესამდე, საერთოდ გაბლოკვა ხდება მისი და არ მიდის ამ პროცესამდე. მოლაპარაკებებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალბატონები უფრო აქტიურად, უფრო კი არა საერთოდ იყვნენ აქტიურად ჩართული. მოლაპარაკების წარმატებულად წარმართვისა და კონფლიქტების მოგვარების რა პოტენციალია დამახასიათებელი ქალებისათვის. დიპლომატიური მიდგომა საკითხებისადმი, ეს წინა ჯგუფსაც ჰქონდა დიპლომატიური მიდგომა, შეიძლება ვინმე თქვას, რომ მამაკაცებსაც გააჩნიათ, მაგრამ რატო ხალხს გონია, რომ ეს ქალბატონებში უფრო წინაა. ქალური ინტუიცია, ტოლერანტობა, ზოგადად ტოლერანტები არიან ქალბატონები. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ნიჭიერები ხართ, კარგები ხართ, ძალიან ჩაწვდით ღრმა და თქვენ საკითხებს და გააშუქებთ ყველაფერი, მიუხედავად ამისა, მაინც ჭარბობს თითოეულ ჯგუფში, ჭარბობს зогаდი ამ ხალხის პოტენციალის зогаდი შემოსილები. მე ვისურვებდი მაგალითად, რომ მეტი გენდერული მიდგომა ყოფილიყო. Теперь мы должны, я думаю, перейти плавно на вторую часть. Да, как мы непосредственно влияем на это и что мы сделали.
კონკრეტულად სამი წელია ამ კონკრეტულ სამშვიდობო პროგრამაში მონაწილეობა. უშუალოდ. ამიტომ აქაც გასაანალიზებელია რა მოხდა ამ პროგრამაში მონაწილეობის დროს თქვენში და თქვენს ირგვლივ ზოგადად. მეოთხე საკითხი ასეთია. როგორ აფასებთ თქვენს მონაწილეობას ფონდის სოხუმის სხვადასხვა პროგრამებში? ყველაზე მეტად რომელ პროგრამაში მოხდა თქვენი პოტენციალის რეალიზება? პირველი კითხვა ასეთი, ესე იგი საერთო ზოგადად როგორ აფასებთ ამ მონაწილეობას თქვენ? არის ორი შემაცება, დადებით და უარყოფით. ან შეიძლება მესამეც იყოს არ ვიცი დავუშვათ. დადებითად პროდუქტივობა თქვენი აზრი, თქვენი. იყავით გულღია და ძალიან გულწრფელი ამ შემთხვევაში. პროგრამაზე ორიენტირებული. დიახ, თქვენი. როგორ აფასებთ ამ პროგრამაში თქვენს მონაწილეობას? ლაპარაკია თქვენს მონაწილეობას. თქვენ. საჭირო და ობიექტურია. თქვენ. საკმარისადმა და არის გაგზავნების რესურსიც. ხო. ვითარდები. ხო. გამოცდილების. შედეგიანი. ხო. რომ კონკრეტულად რომელ პროგრამაში ხედავთ თქვენ რომ მოხდა თქვენი პროცესი? ძალადობის პროექტში თქვენ? ყველაში, მაგრამ ეს პასუხია ძალიან სწორი. ძალიან კარგად ამახსოვდა სამშვიდობო ჟურნალები, სადაც ჩვენ ძალიან საინტერესო სტატიებს ვუწევდით, რომ ახლა არ გამოდის ეს ჟურნალები. ყველა პროგრამაში მონაწილე, მაგრამ სამშვიდობო სფერო ჩემთვის ყველაზე მახორბელი და ყველაზე სფეროა. ჩემთვის ყველაზე მეტად საინტერესო აღმოჩნდა საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხე და საკითხები, რომელიც გენდერული საკითხების კვლევასთან და იყო დაკავშირებული და გენდერთან თუნდაც გენდერის თემასთან უნდა შეხება. ქალთა შეხვედრის მონაწილე და მეორე პროექტი არამჩელ ქალთა კლუბები, რომელსაც წევრებია. მე ვფიქრობ, რომ საინფორმაციო სექტორში უფრო მეტად მოახერხე რეალიზება განსაკუთრებით სამშვიდობო კუთხით, სამშვიდობო მიმართულებით. შემდეგ იქნება მუშაობა ჯგუფში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია წაიკითხავთ ახლა რა სარგებლობა მოაქვს ამ პროგრამებს თქვენი განვითარებისათვის, თქვენი პიროვნული განვითარებისათვის, ფონდის სოხუმის მისიის განხორციელებისათვის, ან მიღწევისათვის და მესამე სამი მასე ვამახვილებთ და მესამე კონფლიქტის ტრანსფორმაციისათვის. პოზიტიური ტრანსფორმაცია გულისხმობ. მონაწილეები ჯგუფებად გაიყვნენ. მოხდა დაყოფა აქტივობების, სარგებლის, შედეგისა და კონტექსტის პოზიტიური ცვლილებების მიხედვით. გაირკვა, რომ ფონდმა სოხუმი დიდი როლი ითამაშა თითოეული მონაწილის განვითარებისა და მათი პოტენციალის გაფართოების მიზნით. მე დავწერთ მშვიდობის პროფილებს რა შედეგი გვაქვს და პოლიტიკაში რა შედეგი, ედეში რა შედეგი. ეს წეს რო გავაკეთეთ, გადაცემა რო გავაკეთეთ, ეს მშვიდობის მყოფელობაზე და ქალი და პოლიტიკაზე კიდე ხო გავაკეთეთ ისე. დემა შენი ხარი ახლა. ვინ ბოლოში დავწერეთ, ბოლოში ვიაკეთებ.